როგორ ემზადება აჭარა ციტრუსის სეზონისათვის რა ეტაპზეა სამუშაოები იმ საწარმოებში, რომელთაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტერიტორიას სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცა. ლანა ძაძამია გაეცნო ადგილზე მდგომარეობას, უფრო ვრცლად მისი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ციტრუსის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მათ ჩაშრან ციტრუსის რეალიზების კუთხით შეექმნათ. მოსახლეობის თქმით, მთავარი ციტრუსის ჩაბარებისა და რეალიზების საკითხის მოგვარებაა, რის გამოც მას ჩაშრან მოსავლის ნახევარი იზარალეს. ხალხმა ბევრი გადაყარა, უმეტესი გადაყარა არის ხალხი, რომ 10 ტონიდან 1 ტონა არ მოსარგებლებია. ქობულეთში მიქონდა, ქობულეთში რიგები იყო და საერთოდ მე ვაფშე ბოლოს საერთოდ არ ღებულობდნენ, რა ვიცი, გამწარებული იყო ხალხი ყველანაირად. წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით 12 საწარმო გახსნისათვის მზადაა. სოფელ მახოში შემფუთავი ქარხნის პრეზენტაცია 1 ნოემბერს იგეგმება. მფლობელის თქმით, საწარმო სავარაუდოდ სეზონზე 1000-1500 ტონა ციტრუსის მიღებას, დახარისხებას, შეფუთვასა და რეალიზებას უზრუნველყოფს. 1 ნოემბრიდან მზად ვიქნებით, რომ როგორც კი მანდარინის აღება დაიწყება, ჩვენ მზად ვიქნებით მიღებისთვის და გადამუშავებისთვის და გაგზავნისთვის. რაოდენობა მინიმუმი სოფელში მინიმუმი 1000 ტონა, 1200 ტონად შეიძლება რომ მოვიდეს. და მარტო სოფელზე არ იქნება დამოკიდებული, ახლა აქეთ ჭოროხის ხეობაში ბევრია სოფელი. შეიძლება თხილნარიდანაც გადმოვიდეს, ჭარნალიდანაც გადმოვიდეს. სიმბოლურ ფასად ტერიტორია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ახალ სოფლის მკვიდრმა ოთარ გოგიტიძემაც მიიღო. თუმცა ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა მან პირობის თანახმად კიდევ 470.000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ფერმერი საინვესტიციო თანხებთან დაკავშირებით შენიშვნას გამოთქვამს. გლეხებიდან მაგალითად მანდარის ჩვენ თუ ვიყიდით, მაიფულის უნდა შევიდეს ამ იმაში, ხოლო იქნება ნორმალურად ყველაფერი და აგის საქმე დაგეგმილი რაღაცა სასწაულად რა. დაგეგმილი აქვე რომ გინდა არ გინდა შენ 470.000 ლარი უნდა ჩადვა, არც დენის ფული შედის, არც იგი შედის, არც შპონის ფული არაფერი ხო ბატონო და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინტერესებული პირები პირობების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ. ლევან ბოლქვაძის თქმით, აუდიტის სამსახური საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავს. რაც შეეხება შემფუთავ ქარხნებს, სამინისტროში აცხადებენ, რომ 1 ნოემბრისთვის ისინი ციტრუსის მიღებისათვის მზად უნდა იყვნენ. 12 საწარმო, რომელიც დღის მდგომარეობითაა გაცემული, 1 ნოემბრისათვის უკვე უნდა იყვნენ ამოქმედებული. განცხადებაში მიუთითებდა მე ამას დავდგამ ხაზს ამდენ ლარად. ამ სამუშაოს გამახორციელებასა და ამით იყო საერთო საინვესტიციო თანხა გამოყვანილი. ეს მათი წინადადებები იყო. მათი წინადადებების შემდეგ მათივე აქვს ხელი მოწერილი. ბუნებრივია ის ყველა ბეტონი დაჭირდა, ალბათ ცემენტი დაჭირდა. ეს მან ბუღალტურად უნდა აღრიცხოს და შეინახოს, ეს მათი საქმეა. ხო და შემდეგ აუდიტი ახლა ვის რას ჩაუთვლის, ესეც კიდე ცალკე თემა იქნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის რეალიზების კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფრთხებლად ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს დამატებით 14 საწარმოს გახსნას გეგმავს.